წყერი რომელიც ვერ ჯდება ხეზე ვერ შეჯდება ვერასოდეს. ისევე როგორც ქოცი ვერ შევა ვერასდროს ევროკავშირში, არა მხოლოდ კონკრეტული სანქცირებული ქოცი, არამედ ქვეყანა, რომელსაც ის მართავს. და აქ სასიხარულო მხოლოდ ის არის, რომ ისტორიას ქოცი ვერ გადაწერს, რაც უნდა ძალიან უნდოდეს ეს წულუკიანს ან რომელიმე სხვას. და მმართველობა, რომელმაც ქვეყანას ყველაზე სასურველი დასავლური მომავალი დააკარგვინა, შესაბამისად ჩაიწერება ისტორიის წიგნებში. ისტორიის ეს ნაწილი საკმაოდ მოცულობითი იქნება. ბევრი ღალატი და მავნებლობაა დეტალურად აღსაწერი. როგორც დოკუმენტურად იკვეთება ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, ის ხელისუფლებაში მოვიდა გასაგებია იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც ცდარად დაერქვა რევოლუცია და ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება. რეჟიმი ჯერ საკუთარ თავზე არ ღელავს, თუ როგორ შევა ისტორიაში. ჯერ იმ ნაწილის წაშლაზე ზრუნავს, რაც უკვე ისტორიის ნაწილია. დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეც იბრძოლებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს. და საქმე ისე მიდის, ისტორიის წიგნებიდან ამოშლა შეიძლება თავად სანადრელი გაუხდეთ. ქართველი ადამიანის საუკუნეების განმავლობაში მენტალურად ყველაზე მეტად რასაც ვერ ეგუება და არ შეეგუება არასოდეს, ეს არის ღალატი და უსამართლობა. ეს ერთადერთი ნათქვამია, რაშიც ირმა ზავრადაშვილს ვეთანხმები. უბრალოდ ის ვერ გამიგია, ეს თუ იცის და ამას თუ ხვდება, რისი იმედი აქვს თავად მომავალში. ღალატზე ბევრი დაწერილა და თქმულა, მომავალშიც ბევრი დაიწერება. მაგრამ რეჟიმის მიერ ჩადენილი უსამართლობები ამოუწურავი თემაა. დასავლეთთან მოფლირტავი ავტოკრატია ავტორიტარულ რეჟიმად გადაიქცა და დიქტატურას აფორმებს. ამ გზაზე კი ყველა წინააღმდეგობის მოსპობას ცდილობს. დარბევები, ძალადობა, რეპრესიები, დაკავებები, ჯარიმები, ყველაფერი კანონის სახელით, უსამართლო, პლანს დაქვემდებარებული სასამართლოს პირობებში. ოცნებამ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა რაც დრო გადის, რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ხარისხი სულ სხვა სიმაღლეებს იპყრობს. ამ სიმღერიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ მათე დევიძეს ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვის გამოციხეში გამოკეტავენ და პოლიციელზე თავდასხმას, რადიკალობას, ქვეყნის გადატრიალების მცდელობას, ნაცობას და რას აღარ დააბრალებენ. მხოლოდ ხელის არეში მქონდა ოდნავ სიწითლე. მარცხენა ხელის არეში მწევანზე მოხვდა ჯოხი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ამ სიწითლისთვის, რომელსაც თქვენ მიუთითებთ, 4-დან 7 წლამდე არის ადეკვატური სასჯელი? მაგისთვის არსებობს სასამართლო და ამ ოდნავი სიწითლის გამო, რომელიც არავინ იცის ამ კაცს საიდან ჰქონდა ან ჰქონდა თუ არა, საერთოდ მათეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა რეჟიმის სასამართლო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, რომელიც ძირითადად სინდისის პატიმრების საქმეების განხილვით არის დაკავებული, ამ განაჩენით მოუწევს ცხოვრება და ეს უსამართლობა აუცილებლად უკან დაუბრუნდება. მე მას ვუსურვებ, რომ ამ სიმართლით იაროს მთელი ცხოვრება მან და მისმა ოჯახმა. ერთ გირჩევნით თქო, ამას გეუბნებით. ეხლა არის ისეთი სიტუაცია, რომ უკვე ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს და წარმოიდგინეთ ხოლმე აქედან რომ გახართ თქვენ რას გისამენ. როცა ამის დროა და ეს ყველაფერი კიდე ბოლოს დავამატეთ, ესე ჩემი შეფასება იქნება, ეს ყველაფერი არის ფილმი. აქ რაღაც გაძევება გაიშლა, მე ვიღაც ვანდატურებიდან იმასთან, საოცარი ან მე დასასრული მაინტერესებს როგორი იქნება. ამ პროცესზე გალუსტაშვილმა რეჟიმის პატიმრებს სასურველი დაცვის უფლება არ მისცა და უთხრა, რომ ის ადვოკატი დაიცავდა მათ, რომელსაც თავად მოსამართლე გადაწყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო ადვოკატებიც კი წინააღმდეგი იყვნენ და თვითაცილების შუამდგომლობა დააყენეს, გალუსტაშვილს ეს არ აინტერესებს. არც კანონი, არც სამართალი, არც მორალი, არც თემი და არაფერი. მისი ერთადერთი ინტერესი რეჟიმის დავალებების შესრულებაა. არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ჩემი უფლებები ირღვევა, ამით ვფიქრობ და არ მინდა რომ სხვა ადვოკატებმა დამიცვა. ასევე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ გამოჩნია ადამიანთან, უბრალოდ ტობას ვერ გამოვიცხადებ ამ ადამიანებს, ტობას შემდგომ გამოვიცხადებ მხოლოდ ჩემს უფლებადამცველს. ჩვენ თუ აქ დავრჩებით, რომელი უფლების რეალიზებას შეეწყობა ხელი, როდესაც ბრალდებულებს ჩვენთან კომუნიკაცია არ სურთ, ამ კითხვაზე მინდა სასამართლო მიპასუხოს, თუ ჩვენი აცილების შუამდგომლობა არ იქნება დაკმაყოფილებული და არ ჩამოთვლა არც ერთ
პუნქტში არ ჩდება არც ერთი ბრალდებული, რომელსაც მე ვიცავ. იქიდან გამომდინარე, გასაგებია თქვენი პოზიცია. აღნიშნული პოზიცია თვითაცილების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო არ დააკმაყოფილებს, შესაბამისად ამასრულებინებთ არ დააკმაყოფილებს თქვენ ისევე განაგზავნოთ ამ საქმეში მონაწილეობას, როგორც შეთანხმებით აყვანილი ადვოკატები. ამ სასამართლოს ხდომიდან მალევე ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა. ბოლოს შვილი უკანონოდ დაკავებული სასამართლო დარბაზში ნახა. შვილის თავისუფლებას ვერ მოესწრო. უსამართლობისა და რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის გამო ბოლო წუთები შვილთან ვერ გაატარა გიორგი ახობაძის დედამ, რომლის ერთადერთი მომვლელიც თავად გიორგი იყო. არ მომეც საშუალება მინერტიკა დედაშვილს. მათ შორის არ მომეც საშუალება ჩემი ცხოვრების თავარი პაციენტი. გამეცია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემს პრაქტიკის მანძილზე გასული. სიკვდილის წინ მამა ვერ ნახა რეჟიმის კიდევ ერთმა ტყვემ, გური მირცხულავამ. თვეებია ოჯახის წევრებს ვერ ნახულობს 50-ზე მეტი უკანონოდ დაკავებული ადამიანი. აქტივისტი, მასწავლებელი, მთარგმნელი, ექიმი, ტაქსის მძღოლი, ჟურნალისტი, რეჟისორი, მსახიობი, პოეტი, სტუდენტი, პოლიტიკოსი, ციხეშია ყველა, უკანონოდ, უსამართლოდ, იმიტომ რომ რუსულ რეჟიმს ებრძვიან, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პროდასავლური და დემოკრატიული მომავალი უნდათ, იმიტომ რომ რეჟიმის არ ეშინიათ და თავს არ უხრიან. სისხლის სამართლით ისჯება ყველა, მტკიცებულებების გარეშე, ცრუმოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, ცრუმოწმეებზე, რომლებიც იმ ადამიანებსაც კი ვერ ცნობენ, რომელთა შესახებაც ჩვენებებს აძლევენ. შეგიძლიათ მიმიჩით რომელია ბატონი ვალერი? ახალი პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობთ. იცით რა მაინტერესებს, როცა ჩამოიყვანეთ უკვე თბილისში ბატონი ვალერი? დიახ. ჯერ დაუბრუნდით. რომელი არის აბა ბრძანე? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. მაგრამ ქოც ასე ესმის კანონის უზენაესობა. კულტურის მინისტრს ახალგაზრდა უკანონოდ დაკავებულ მსახიობზე რომ გითხავენ, ასე უპასუხებს. რას ელოდებით ახლა რომ ვიტყვი რომ ვიცნობ. ვიტყვი რომ ანდრო ახალგაზრდა კარგი ახალგაზრდაა, კი ბატონო, ძალიან სიმპათიური, კარგი ახალგაზრდაა. ვიტყვი რომ ყველა ახალგაზრდისთვის და ძველგაზრდისთვისაც არც ერთი ადამიანი ციხისთვის არავის არ ემეტება. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ადამიანურად, როგორც მინისტრი, გეტყვით რომ კანონი არის უზენაესი და სანამ არ იქნება დადგენილი რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მე არ მაქვს უფლება ამ პროცესში ჩავერიო. ძალიან ცუდია, რომ ამ ქვეყანაში მე რამდენიღაცა გადატრიალების მცდელობებს უყურებთ. ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, იმათი ახალგაზრდების ხელით. ცრუმოწმეებით, ცრუბრალდებებით, ცრუმოსამართლეებით და ცრუსამართლით ირმა მაინც ევროპას უახლოვდება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და ვემსგავსებით ევროპას. ევროპას დაახლოებულმა ზავრადაშვილმა და მისმა პარტიამ სასამართლოში გადაღებები აკრძალეს. ცრუმოწმეების სამარცხვინო ჩვენებები, მოსამართლის სამარცხვინო გამოსვლები, გადაწყვეტილებები, შეკერილი საქმეები, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, სწორედ პროცესებზე მედიის მიერ გადაღებული მასალის შედეგად ხდებოდა ცნობილი. ეტყობა ისიც იფიქრეს, რომ სინდისის პატიმრების მიერ პროცესებზე მოყოლილი სიმართლე საზოგადოებაზე მათ სასარგებლოდ არ მოქმედებდა, მაგრამ სულ რომ ვერანაირი ინფორმაცია ვერ გამოვიდეს ხდომათა დარბაზიდან, ოცნების სასარგებლოდ აწი ვეღარაფერი იმოქმედებს. ყველა ემორჩილება. ასე ემსგავსება ირმა ევროპას, უკვე მეორე პოლიტპატიმარი ქალით, პოეტ ზვიად რატიანის მერამდენით დაჭერით, უკვე ვეღარ ვითვლით, ჟურნალისტებით ციხეში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, რუსული კანონებით, Facebook სტატუსების გამო დაჯარიმებული მოქალაქეებით, რეპრესიებით და ოპონენტების დაჭერით, რითაც ევროპას და ამერიკას შეშფოთებულია და გმობს, მაგრამ ირმა მაინც ევროპელობას იჩემებს. და ვემსგავსებით ევროპას. სანამ აქტივისტებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი მოქალაქეების დაჭერას დაიწყებდა, მანამდე ოცნებამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე გაიარა პოლიტიკური დევნის პრაქტიკა. 2021 წლის თებერვალში ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს და ოფისის შტურმით აღების შემდეგ დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივახციე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით
მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობით. გახარიას ახლა თავად ემუქრება განსასჯელის სკამი. კითხვა საქმეოსაა. ამის შემდეგ მელია კიდევ ბევრჯერ დააკავეს. ახლა პუტინის მონა და რას ნიშნავს დავშვიდე? რას ნიშნავს დავშვიდე? თქვენ ასრულებ, რას ნიშნავს დავშვიდე? პუტინის ძალებას ასრულებ. თქვენ არ დავშვიდებით. არ დავშვიდებით ლექსბო ივანიშვილი. 2021 წელსვე თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის კადრები კი საჯაროდ გამოაქვეყნეს. დააკავეს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია. ყველა ეს ადამიანი იმდენჯერ არის დაკავებული, სათვალავი მედიასაც აერია და თავადაც. ზოგმა საპატიმრო შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში დატოვა, ზოგი ზურაბიშვილმა შეიწყალა, მაშინ როცა გონს მოვიდა და ქოცებს განუდგა. დამთავისუფლებს საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს. ყველა გამოშვებული თავიდან დაიჭირეს ისევ. ახლა კი უკვე ციხეში მყოფებს წულუკიანი კიდევ თავიდან უპირებს დაჭერას. ოლიგარქია უნდა დაემხოს. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. აბსურდული მიზეზით არალეგიტიმური პარლამენტის მიერ გამოგონილ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო. კიდევ არის რიგში ხალხი. მათ სასამართლო პროცესებზე გადაღების საშუალება უკვე აღარ გვექნება მედიას. არჩილმა თქვა, ვიდეოს გადაღება ზეწოლაო. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით გახშირებულ შემთხვევებს სასამართლოზე ზეწოლის, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩარევებს ამოდროულად ხედავთ, რომ სასამართლო პროცესებში პირები ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლოს მიერ მისაღებად მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეწოლა, კადრების გადაღება და ფაქტების დაფიქსირება კი არა, ის არის, რასაც სულუკიანი აკეთებს პარლამენტის ტრიბუნიდან. მოსამართლეს რომ ახსენებს, უფლება გაქვს შეკრებითობის პრინციპი გამოიყენო. თუ ისინი გადაწყვეტენ კვლავ რომ არ დატოვონ საკანი და მიბრძანდნენ იმ ოთახში, სადაც ჩართვის აპარატურა იქნება გამართული, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე და არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათს უკვე ახალი საქმეები გადაიგზავნოს გამოუცხადებლობის შესახებ საქართველოს პროკურატურაში. თუმცა აქ იცით, რომ შეკრებითობის პრინციპი არ მოქმედებს და არის სასჯელების შთანთქმის პრინციპი, თუმცა არსებობს განმეორებითი დანაშაულის ცნება და რომელსაც მოსამართლე იღებს ხოლმე მხედველობაში და ასე შემდეგ. უფრო გასაგებად რომ ავხსნა თეა უკმაყოფილოა რომ კანონით სასჯელს ვერ უმატებს ციხეში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მოსამართლეს მიანიშნებს. თავიდან თუ გადავაგზავნის საქმეს პროკურატურაში, შეგიძლია შეკრებითობაც გამოიყენო. ეგ არის ზეწოლა სინამდვილეში და მაგას რომ თავი დავანებოთ, მარტო თეა თუ მოიფიქრებდა რომ ადამიანს თავიდან დაავალო იმ ქმედების განხორციელება, რომლის არ შესრულების გამოც ციხეში წავიდა. ადამიანებმა იცოდნენ რომ პატიმრობა ელოდათ და არალეგიტიმური პარლამენტის კომისიის ხდომაზე მაინც არ მივიდნენ და ახლა მეორედ იბარებს ციხიდან ონლაინ ჩაგვერთეთო. თუმცა ვინც ეუბნება ონლაინ ჩაგერთვებიო, იმის ჩართვა არ უნდა. იმართა დისკუსია მელიას დაკავებასთან. თუ გახსოვთ ივანიშვილი ესწრებოდა ამ სხდომას? ეს თქვენ მითხარით რა გახსოვთ? არა, მე უბრალოდ კითხვა დავსვი. კითხვებს საქმეოსაა. დიახ. სხდომაზე ერთხელ მისული გახარია უკვე მეორედ დაიბარა. საკუთარ ყოფილ პრემიერთან ბევრი კითხვა აქვს ოცნებას. წლების მერე გაირკვა, რომ თურმე ცუდი პრემიერი იყო. დანაშაულებიც კი ჩაუდენია. მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რუსებისთვის ჩაუბარებია და 20 ივნისსაც ხალხი არასწორად დაურბევია. გახარია ქვეყანაში არ არის და ალბათ არც იქნება. პოლიტიკური პროკურატურის მონდომებას თუ გავითვალისწინებთ, მიხვდებოდით, რომ ერთი საკანი ყოფილი პრემიერისთვისაც გამზადებულია უკვე. გახარიას პარტიას შეიძლება ისე მოუწიოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ლიდერი ან ქვეყანაში არ იყოს, ან ციხეში იყოს. გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება ეს 20 ივნისი ჩორჩანა თუ სხვა პროკურატურას აქვს კითხვები. თვითმმართველობის არჩევნებს სავარაუდოდ ლიდერების გარეშე შეხვდება ლელოც. მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც სულუკიანის კომისიაზე არ მისვლის ფარგლებში იხდიან სასჯელს. ციხეშია გიორგი ვაშაძეც. ლამის ყოველდღიური სასამართლოები აქვს კიდევ ერთ ოპოზიციონერ ლიდერს ელენე ხოშტარიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. ნიკა გვარამია რეჟიმმა უკვე მეოთხედ დააკავა. მასაც თეა მეხუთედ უპირებს დაკავებას, მაშინ როცა უკვე ციხეშია. კვლავ ციხეშია ნიკა მედია.
ოპოზიციური ველის მოსუფთავების ფარგლებში რუსული რეჟიმი მხოლოდ აქტიური პოლიტიკოსების დაკავებით არ შემოიფარგლება. კომისიაზე არ მისვლის გამო ოლიგარქს დაქვემდებარებულმა სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის საძულველ კაცს გივი თარგამაძეს. თარგამაძე ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმია. როგორც დავატყვება, სწორედ მისი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა დაკავების 5 ორდერი. თარგამაძის ჩვენების საფუძველზე მოგებული საქმე მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქოცების გამარჯვებად გამოაცხადა. მოგვიანებით კი ამ საქმის მთავარი მოწმე აბსურდული მიზეზით დაიჭირა. სამართლის კოდექსის 349 მუხლი, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობას. ასეთია ქოცური სამართალი, უпростоრად ქოცურ-რუსული სამართალი. გივი თარგამაძე რუსეთის ფედერაციის მთავრობის მოთხოვნით 2013 წელს მოხვდა ინტერპოლის წითელ ცირკულარში. შემდგომში ინტერპოლმა აღიარა მისი წესდების დარღვევა და ძებნილთა სიიდან ამოიღო. თუმცა რუსეთის ფედერაციისთვის ის კვლავ ძებნილია პროვოკაციებისა და ტერორიზმის ორგანიზების ბრალდებით. გარდა ამისა, თარგამაძეს ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. 2016 წელს გივი თარგამაძე თბილისის ცენტრში ააფეთქეს. მოკლედ აქაური რუსები ნამდვილი რუსების საქმეს წარმატებით და ზედმიწევნით ასრულებენ საქართველოში. მათთვის საძულველი ხალხის მიმართ დამოკიდებულებით, ამ ქვეყნის დასავლური მომავლის მოსპობით და ქვეყნისთვის განვითარების ყველანაირი პერსპექტივის განადგურებით. ევროპის, ამერიკის მთელი ცივილიზებული სამყაროს ლანძღვით და მათგან დისტანცირებით. მაგრამ თუ აქამდე ეს სამშობლოზე ზრუნვით ინიღბებოდა, ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ანუ რატო გვასაქცირებენ, რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასაქცირებენ. რომ დამხმარეები ვართ მისი კურსის გატარებას ვეხმარებით. როგორც იქნა პროპაგანდაც გასწორდა. თეამ აღიარა თუ რა არის სინამდვილეში მთავარი ამოსავალი წერტილი. არანაირი სამშობლო ქვეყანა, პატრიოტიზმი და ეროვნულობა. როგორც ამას წლებია პროპაგანდა ცდილობს რომ დაგვაჯეროს. მხოლოდ ბიძინა, მხოლოდ მისდამი ერთგულება და წყალსაც და რუსსაც საუღია ეს ქვეყანა. თუ ბიძინას ფულს, ძალაუფლებას და სიმშვიდეს რამე საფრთხე შეექმნება. Listen as the crowd would sing. Now the old king is dead, long live the king. 1 minute I ამ ყველაფრის ფონზე კოცის სიმშვიდეს ასხივებს, ხან პიანინოზე უკრავს და ხანაც ბუნებაში ერთობა. იმას ჯერ ვერ ფიქრობს, რომ სადაც ყოფილი პრემიერი არ დაინდეს, იქ დანარჩენებს რა ბედი ელით, როცა დრო მოვა და ეს დრო აუცილებლად მოვა. ახლანდელ დროზე მომავალში დასაწერი ისტორია მარტო ფურცლებზე არ იქნება. ადამიანების მეხსიერებაში და გრძნობებში უკვე დაიწერა. უკვე ისტორიის ნაწილია ნინო გალუსტაშვილი და მის მიერ ტანჯვისთვის განწირული კაცი შვილის ბანერით ხელში, რომელმაც უკანონოდ დაკავებული შვილი და ხო, ბიძინა შეიძლება აკონტროლებდეს მედიას, სასამართლოს, პროკურატურას, პოლიციას, ყველა უწყებას თუ ინსტიტუციას, მაგრამ ვერ მიაღწია მთავარს. წესიერი ადამიანების სინდისზე ძალაუფლება ვერ მოიპოვა, ვერც ვერასდროს მოიპოვებს, რაც უნდა ბევრი ადამიანი და ოჯახი გაწიროს ტანჯვისთვის და უსამართლობისთვის. აქ და ახლა წესიერი ადამიანები უქმად არის ხდებიან, როცა ქვეყნის მომავლის ბედი წყდება.